ტყიბულს ჩააბარა რუს ოლიგარქს და დაამყარა სოცკიმ ერთგვარი დიქტატურა ქალაქში. როგორც ბანდიტსკი პეტერბურგი და ეს იგივე მაფია ტრიალებს, რომ ერთი ბიზნესმენი ჩაიგდეს ქალაქს და აკონტროლებს ყველაფერს. ბანდიტური პეტერბურგის წესები ტყიბულში რუსული პასპორტით და უკრაინელობის ლეგენდით ჩამოსულმა კაცმა გააცოცხლა. ეს მიხეილ სოცკია, ქვანახშირის საბადოების მმართველი, რომელიც ახლა ფარდის უკან კლდის ქვით ნაშენების სასახლიდან გვიმზერს. შიდა წყაროებით იყო ცნობილი, რომ ეს მიხეილ სოცკი არის მიწი და ივანიშვილთან დაკავშირებული ოლიგარქი. რუსი ოლიგარქია ეს ჩვეულებრივად. ტყიბულელები გვიყვებიან, რომ რუსული პასპორტით ჯიბეში ტყიბულში ჩასახლებული მიხეილ სოცკი ადგილობრივ ფეოდალად იქცა. მისი ხელდასმით ხდებიან საკრებულოს დეპუტატები და ირჩევიან მერები. მისი მოსვლის შემდეგ აქ ბატონყმობა დაბრუნდა. ნეპალოჟენა სოცკის ეს ერთი საფირმო ფრაზა ყველასთვის ბრძანებაა. რუსეთის მოქალაქე სოცკი უკვე არამხოლოდ ნახშირის საბადოების მმართველია. ის აკონტროლებს და მართავს ტყიბულში არაერთ სხვა ობიექტსაც. ბატონო მიხეილ! მალევე ვხვდებით, რომ სოცკისთან ქართულად საუბარს აზრი არ აქვს. აქ ბრძანებებიც რუსულად გაიცემა და მართვის სტილიც რუსული ყაიდის არის. მიხეილ სოცკიმ დაცვას ჩვენი ეზოში შეშვება აუკრძალა. თავად კი შაბათის ეთერის კამერას რამდენიმე საათის განმავლობაში სხვადასხვა სართულზე ფარდის უკან ემალებოდა. Вы прячьтесь от нас. Это очень некрасиво. Выйдите, пожалуйста. დრონით გადაღებულ მასალაში ჩანს, რომ რუსეთის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს სასარგებლო წიაღისეულის მართვა ჩააბარეს, აქ დარჩენას დიდი ხნით აპირებს. სოცკიმ რეზიდენცია ტყიბულის წყალსაცავის პირას, ფერდზე აიშენა. ქვის კლდით ნაგები სასახლე, როგორც ჩანს, ელექტროენერგიით ქარის საკუთარი ელექტროსადგურის საშუალებით მარაგდება. ტერასებზე საქეიფო ვერანდებია შეფენილი. რამდენიმე წუთით აქ ყოფნა და ისტორიის ცოდნა მომენტალურად გაგიცოცხლებთ მეფის ნაცვლის შესახებ წაკითხულს და მოსმენილს. რა თქვა, რატო არ შემოუშვა თუ არავინა? ვერ გეტყვი. რუსი ფეოდალის შეწუხება არავის შეუძლია. როდესაც სოცკი სახლშია, მას არავინ უნდა დაურეკოს. მერე რა რომ კართან ჟურნალისტებით განან და ითხოვენ პასუხს ბანდიტური პეტერბურგის წესებით გატარებულ რეპრესიებზე. რო თხოვოთ, ჩემს მაგივრად მიხვიდეთ არ შეიძლება? დაურეკეთ. რამ კაცრი კანონები ქონია, რუსი ოლიგარქი ცხოვრობს. ვიდრე სოცკი დუმს მის მიერ განხორციელებულ რეპრესიებზე ტყიბულში ლეგენდები დადის. აქამდე ჩუმად იყვნენ, მაგრამ ხალხი ახლა უკვე საჯაროდ ყვება, როგორ აძებებს რუსეთის მოქალაქე სამსახურიდან სტაჟიან მეშახტეებს. ვისაც ეტყვიან, ან თავად დაიჭვდება, რომ ის ბიძინა ივანიშვილის პარტიის ერთგული არ არის. მიხეილ სოცკი, ეს რუსი ოლიგარქი, შემოვიდა ჩვენთან კომპანიაში. თავიდანვე რაღაც ნიშნით ხვდებოდი, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილიც იყო ამ საქმეში ჩარეული. შემისთანაც წვირიანი მეშახტის დონემდე თუ დავიდოდე, ეს უკვე ნამდვილად არ წარმოგედგინდა. აი ასეთი რაღაც, ასეთი სიბინძურე ქალაქს არ ახსოვს. ვის არ ვებრძოდი, კაცო. ჯაჭვი არის ეს ყველაფერი, ეს სიბინძურე, რაც მოდის ხელისუფლებიდან რა. მეშახტედ მუშაობის 15 წლიანი სტაჟის შემდეგ ქუჩა გაბუნია საქნახშირიდან არჩევნების შემდეგ გამოუშვეს. დარწმუნებულია, რომ ეს მისი პოლიტიკური პოზიციის გამო მოხდა. მიხეილ სოცკის არც ის გაუთვალისწინებია, რომ ხვიჩას 36 წლის მამა სწორედ შახტაში მუშაობა შეეწირა. მთლიანად აიღო ეს ტყიბულის ქალაქი თავის დაქვემდებარებაში, ნიშნავს საკრებულოში თავის დეპუტატებს. პირადად შემიძლია დავასახელო, ასეთი არის გია ბაბუხადია, რომელიც მან პირადად ქართული ოცნების ფრაქციაში საკრებულოში დანიშნა ეს ადამიანი. სუსი განაგებს ყველაფერს. ხო, ეს ამაზე თუ მიხეილ სოცკის გვერდში ვიც უყენია თავის პირადი დაცვაც სუსიდან არის ამალი. ტყიბულში აქამდე იცოდნენ, რომ სოცკი მეშახტეების ქალაქის ფეოდალად ქვეყნის ერთადერთმა ოლიგარქმა აქცია. თუმცა ბიძინა ივანიშვილისა და საქნახშირის მმართველის კავშირებზე ეჭვები მას შემდეგ გაუმყარდათ, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების წინ ტყიბულის საბადოები პარტიული პროპაგანდის პოლიგონად აქციეს. მონიტორი გააკეთეს და პოლიტიკური რეკლამები გადიოდა კომპანიაში. ვისი პოლიტიკური? ქართული ოცნების. ოპოზიციურ ტელევიზიას არ უშოვდნენ კომპანიაში. PR მენეჯერი ყავთ, რომელიც მოყავს სამთავრობო არხები, იმედი, პოსტივი და ესეთი. არჩევნების დღეს აგროვებდნენ ხმერს და სიებით კომპანიებში და ვინ იყო ჩვენი მათი მხარდაჭერი და ჩემი გაყოფილებიდან
პირდაპირ იყო მოგზავნა დამუქრება, რომ კომენტარებს დავანებო თავი და ესე Facebook-ში წერას. გიორგი აბულაძეც მიხეილ სოცკის რეპრესიებს შეეწირა. მიუხედავად იმისა, რომ 18 წლის განმავლობაში შახტაში იმუშავა და იქ მიღებული საწარმოო ტრავმის გამო გამოუსწორებელი ზიანი მიადგა, მიხეილ სოცკიმ არც ის დაინდო. გიორგის ოპოზიციური კოალიციის დამკვირვებლობა არ აპატიეს. მასთან ერთად დასაჯეს და უმუშევარი დატოვეს აბულაძის ძმა და რძალიც. გარიგება იქნება კომპანიასა და ივანიშვილს შორის რაღაც მიზნობრივი გარიგება იქნება უფრო ზუსტად ასე. ეს მიზანი შეიძლება პოლიტიკური იყოს, როგორ ფიქრობთ? რა თქმა უნდა. ყველაფერი პოლიტიკასთან არის საბოლოოდ დაკავშირებული. თავის გადაწყვეტილებაზე ხდება უკვე დანიშვნები ქალაქში. ეს სასტუმრო მაიყიდა, შაური იყიდა, აბა ჩვეულებრივ მოქალაქეს თუ მიყიდიან ეგ. მეშახტეებს აქ ხმის ამოღების უფლება არ აქვთ. არც ხელფასის მოთხოვნა შეიძლება. ყველაფერი მაინც ისე იქნება, როგორც მმართველი სოცკი გადაწყვეტს. ხელფასს რომ მოვითხოვდით, მაშინ ნაციონალი ვიყავი. რატო ვარ ნაციონალი, კაცო, რისთვის ვარ ნაციონალი? შენ 10,000 კონდეს და მე 1000-ლად როგორ ვიარსებოს, სიცხვილე ხო არსებობს. მეშახტეებისთვის ფული არ ყოფნით. ფულს ვერც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ მომუშავე ადამიანებისთვის თანამედროვე აღჭურვილობის შესაძენად იმეტებენ. როგორც ირკვევა, ეს ფული სულ სხვა დანიშნულებისთვის სჭირდებათ. აი მეშახტეები უნიფორმით არ არის ხალხო აღჭურვილი. უნიფორმა რომელიც კომპანიამ უნდა მოიტანოს ყოველ 6 თვეში, სადღაც 2 წელიწადში, 1 წელიწადში ძლიობით ახერხებს დარიგებას. რეზინით შექმნა, რომელსაც მეშახტეები ფასის კი ვიცით, აი აგერ ბაზარში ვყიდულობთ 30-35 ლარს ვიხდით შიგნით. ამასაც ვერ არიგებენ. არ გადიოდა წელიწადში 5-6 ερμოვლი არ მოსულიყო. აი ამ უფროსობის მოსვლის შემდეგ ლაფატყაც არ მოუდანეთ. ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში გიყვებით, რა პირდაპირი კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილს ტყიბულის მაღაროების მმართველთან და რამდენ მილიონს იღებს ოლიგარქიის შახტების მფლობელისგან. 2019 წლის ბოლოდან ტყიბულის ქვანახშირის შახტების მფლობელი Steel International Trading Company გახდა. ამ კომპანიის 100%-იან წილს გიორგი ჭელიძე ფლობს. ჭელიძის კომპანიისაა შახტები, თუმცა ქვანახშირის საბადოების მუშაობა სრულად რუსეთის მოქალაქის მიხეილ სოცკის მფლობელობაში არსებული კოალ მენეჯმენტი მართავს. სწორედ აქ იკვეთება საეჭვო სქემები. 2022 წელს, როდესაც ივანიშვილის ანგარიშები გაყინული იყო და პრორუსი ოლიგარქი წერილებში ჩიოდა, რომ დე-ფაქტო სანქციები დაადეს, მის ქართულ ფონდს ტყიბულის ქვანახშირის საბადოების მფლობელმა 128 მილიონი ლარი ასესხა. ფული ივანიშვილს 1 წელიწადში უნდა დაებრუნებინა, თუმცა კომპანიის 2023 წლის ფინანსურ დოკუმენტებში წერია, რომ ივანიშვილის ქართულ ფონდის ვალი ტყიბულის შახტების მფლობელი კომპანიის მიმართ 2023 წლის ბოლოსთვის 146 მილიონ 860,000-მდე გაიზარდა. ბატონ გიორგისთან ვარ ჭელიძესთან. International Trading Company, ანუ აქ არის. საქნახშირის მფლობელი კომპანია. ხაწერი ხარ? არა. ხაწერი ხდება ბატონ გიორგი. ვისა? მეორე დოკუმენტები. ეს არის. სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის ოფიციალური მფლობელი დაგვემალა. Steel International Trading Company-ის ოფიციალურ მისამართზე გვიმტკიცებენ, რომ ჭელიძე აქ საერთოდ არ მუშაობს. ბატონი გიორგი არ არის აქ არავინ და ვიცი და იმიტომ ვიცი. მესამე სართულზე ზისო, აგერ არა, არავინ არ იცის, კაცო. რატომ მალავთ? რატომ მალავ? გეუბნებით. რატომ? ეხლა უთხრეს, რომ მესამე სართულზე. ვინ გითხა? აი, დაცვის თანამშრომელი. რომელმა, აბა რომელმა? აი, ამ ბიჭმა კითხა მეორეს, რომელზე ზის, მეორეზე თუ მესამეზეო და უპასუხა მესამეზეო. შაბათის ეთერს არაფორმალურ საუბრებში უყვებიან, რომ გიორგი ჭელიძე ფიქტიური პირია და ქვანახშირის საბადოების რეალური მფლობელი ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე იგივე რიჟაა, რომელიც ევროპარლამენტმა როგორც ივანიშვილის რეჟიმის მსახური სანქცირების სიაში ჩასვა. აღმაშენებლის 150-ში ამავე შენობაშია სანქცირებული რიჟას სამუშაო ოფისიც. არაფერი არ შეიძლება სამონოტერის მოვლები ბატონო. ეს შეიძლება რაღაც. გიორგი კაპანაძის ოფისში, აი ახსის ზუსტად. ახლა ჩნდება კითხვა. ტყიბულის საბადოების მფლობელი ივანიშვილს მხოლოდ 10 მილიონს აძლევს და ეს არის ხარკი ოლიგარქისთვის, თუ ეროვნულ სიმდიდრეს ივანიშვილის სხვების მეშვეობით თავად ფლობს და რუსეთის მოქალაქეს უბრალოდ ამართინებს. ჩვენ ახლა ბიზნეს მონები ვარ, სულ ახლა ვიცით ხო? კი. რაში უნდა დასჭირვებოდა საქნახშირისგან ფულის ესხება ბიძინა ივანიშვილს? თან არ დაუბრუნებია. რაღაცა ისეთ რაღაცები ხდება, ახლა ჩვენ ყველა ვიცით, მაგრამ ბევრს მაინც ვერ ვლაპარაკობთ. რატო? გეშინია? რატო და ოჯახები შეიძლება დავდო.
ზედმეტი ლაპარაკის გამო მე. ბევრია ჩემნაირი. ასეთნაირად არის გასული და ვაი ჩვენ დღეს ვიძახით მომავალში რა გვერდოდე. რა ცუდია. რა გვერდო. იცხვას ამოიღებს კი ვნახეთ ხო რაც დაემართა. ხო, კი, აუცილებელია. ხა არ დევეძებ გალახოს, მაგრამ მარტო გალახო ხო არ არის. ტყიბულში ყველამ ყველაფერი იცის და ვერავინ ვერაფერს ამბობს. აქ ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლება დასაქმდეს საქნახშირია, რომელიც ადგილობრივებისა და მეშახტეების თქმით ფაქტობრივად ივანიშვილს ეკუთვნის. თუ შეიძლება ბატონ მიხაილთან მინდა შეხვედრა და რომ სთხოვოთ, გადასცეთ. კარგით? ჩვენ არა მხოლოდ ტყიბულის შახტების მფლობელი, არამედ მისი მმართველიც გვემალება. არადა მიხაილ სოცკის და სპეცსამსახურებს რეპრესიების მოწყობაში ხელს ერთდროულად ადებენ. თქვენ არ შეხვდებათ ხელმძღვანელობა, გითხარით მეტი? რატომ არ შემხვდება? მიზეზი რა გითხარით? მე ნუ მეკითხებით. კითხვები მაქვს და ვინ მიპასუხებს? თქვენ მიპასუხებთ? კითხვები თუ გაქვთ, წერილობით მიმართეთ ადმინისტრაციას. არა, მე გაზეთში არ ვმუშაობ, ტელევიზიაში ვმუშაობ და უნდა გამოვიდეს ვინმე და დამელაპარაკოს. ანუ ამ ხელა შენობაში ერთი ადამიანი არ არის, ვინც გამოვა და დაგველაპარაკება? სიცხვილი არ არის? მოუცველმა დირექტორმა კომპანიაში ჩვენს გამო განგაში გამოაცხადა. გვიგრძალავდნენ დრონის აფრენას. ადმინისტრაციის შედებათ ნებართვა დრონის აფრენაზე? დაცულ ტერიტორიაზეა დრონი. რას ნიშნავს დაცული ტერიტორია? ნაკრძალი ხართ თუ რას ნიშნავს დაცული ტერიტორია? მიზერულ ხელფასზე მომუშავეებმა ჩვენგან შეიტყვეს, რომ კომპანია, რომელიც მეშახტეებისთვის აღჭურვილობის ყიდვასაც ვერ უზრუნველყოფს, თურმე ბიძინა ივანიშვილს მილიონებს აძლევს. იცოდით ბიძინა ივანიშვილს რომ ასესხა თქვენმა ხელმძღვანელობამ 138 მილიონი? ჩვენმა ხელმძღვანელობამ ბიძინა ივანიშვილს. დიახ. ეგ ბიძინა ივანიშვილს კითხეთ და ჩვენ ხელმძღვანელობამ. არადა შუშის სასახლის ბინადარი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ირწმუნებოდა, რომ საქართველოში მას ბიზნეს ინტერესები არ ჰქონდა. საქნახშირის შემთხვევის კვლევამ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ეროვნული საბადოების ხელში ჩაგდების სპეცოპერაცია კარგად მოფიქრებული და დიდი ხნით ადრე დაორგანიზებული ამბავი იყო. Господин Михаил, не прячьтесь, пожалуйста, у меня только один вопрос к вам. რამიზნით ჩააბარეს ქვეყნის სასარგებლო წიაღისეული სამართავად რუსეთის მოქალაქეს, რომელიც შახტაში დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამსახურიდან ყრის. ჩვენ დავადგინეთ, რომ დღეს არსებული რეალობის მისაღებად და ტყიბულის შახტების მიხეილ სოცკისთვის მართვაში გადასაცემად დიდი სპეცოპერაცია ჩატარდა. გამოვყვეთ 2019 წლის 27 სექტემბრიდან, როდესაც საქნახშირში Steel International Trading Company შევიდა. მაშინ მფლობელმა კომპანიამ შახტების მართვა კოალ მენეჯმენტს ჩააბარა. კოალ მენეჯმენტის 100%-იანი წილის მფლობელად კი ვინმე გიორგი სამყურაშვილი გამოჩნდა. სამყურაშვილს მანამდე ბიზნესთან კავშირი არ ჰქონია. მის სახელზე ქონება არც ახლა ფიქსირდება. სწორედ ამიტომ ჩნდება პირველივე ეჭვი, რომ 1993 წელს დაბადებული გიორგი სამყურაშვილი ვიღაცის ნდობით აღჭურვილი ფიქტიური პირი იყო. სამყურაშვილს ჭიათურაში რეგისტრაციის მისამართზე მივაკითხეთ. ჩვენს ეჭვს მეზობლებიც ადასტურებენ. გიორგი სამყურაშვილი შეიძლება სხვა იყოს. ხო დანახეთ, საქნახშირის მართველი იყო ეს ბიჭი. არა, ეს გიორგი არაფერის მართველი არ არის. არა? არა. სადმე მუშაობს ბატონ გიორგი, რომ შეიძლება არ იყოს? მშენებლობაზე? მუშად მუშაობს? არასწორად ხوار მოვედი, ბატონ გიორგის კომპანია ქონდა რაღაც საქნახშირს მართავდა, სწორად მოვედი? შეიძლება ალბათ სხვა გიორგია. გიორგი სამყურაშვილის დირექტორობის ნამდვილობას საქნახშირის თანამშრომლებთანაც ვამოწმებთ. ვურეკავთ ავთანდილ ბოჭორიშვილს. დოკუმენტების თანახმად 2022 წლის 24 აგვისტოს კომპანიის მფლობელმა გიორგი სამყურაშვილმა ამავე კომპანიის დირექტორად სწორედ ბოჭორიშვილი დანიშნა. ვინა? გიორგი სამყურაშვილმა. მაგის ანაპირონებას არ ვიცნობ. არ იცნობთ? არა. ანუ მიხეილ სოცკის ადგილას ვინც იყო მანამდე მართველი კომპანია, არ იცით გიორგი სამყურაშვილი? გიორგი არ ვიცი. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ საქნახშირის მართვა ჩრდილოვანი პერსონებით ხორციელდებოდა. კოალ მენეჯმენტის მეწილედ 2022 წლის 9 აგვისტოს გაფორმებულმა გიორგი სამყურაშვილმა ზუსტად 17 დღეში საკუთარი წილი სრულად და უსასყიდლოდ გადასცა რუსეთის მოქალაქე რომან სოცკის. ამ უკანასკნელმა კი საჩუქრად მიღებული წილი მიღებიდან 13 დღეში მამას, ასევე რუსეთის მოქალაქე მიხეილ სოცკის გადაულოცა. რა თქმა უნდა საჩუქრად. თქვენ ბატონი პატა ბრძანდებით? პატა მოდებაძე, ბატონ პატა თქვენთან ვართ. ეს პატა მოდებაძეა, როგორც თავად ამბობს უშიშროების სამსახურის სტაჟიანი კადრი. ტყიბულის შახტების მმართველი კომპანიის ყოფილი მფლობელი სამყურაშვილი მისი სიძეა. გიორგი იყო საქნახშირში მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი. არ იცით? არ ყოფილა? დოკუმენტს გაჩვენებთ ახლა.
კამერა გამიწია ბიჭო იქიდან. ნუ მიიღებ მეგობარია, ჩემი სოტკი და სოტკისთან ვიფიგურირებ ყველგანო. ზუსტად ეკითხარით ხო? ხო, ყველგან ვიფიგურირებ. თან ძალოვან უწყებაში ხარ, პარალელურად. ბიჭო, ძალოვან უწყებაში კი არა ვარ მე. უფრო სხვაგანაც ვარ და ძალიან ვიცით კი? მე რა გინდა? არაფერი, თან სუში და თან საკნახშირში რანაირად ხარ? ბიჭო, არ ვარ საკნახშირში, მითხარი დამიმტკიცეთ, რომ ვარ საკნახშირში. ხო და მაგას გეუბნებით, ზუსტად თქვენ არა, მაგრამ თქვენ სიძეზე იყავ. არ არის ჩემი სიძე ამ საკნახშირში, რატო გამიხურეთ საქმე? არ არის, აჩუქა სოцკებს. არავით არ უჩუქებიათო, კომპანია ქონდა ჩემს სიძეს და მიცა. ხო და რატო უსასყიდლოდ ვის ჩუქნის რას დღეს საქართველოში? ვიღა ვინ გითხრა რომ უსასყიდლოდ? ასე წერია ეს ნოტარიუსის დამოწმებული დოკუმენტი გვაქვს. არ გადამრია. მოდებაძე ჩვენი ინფორმაციით საკნახშირის მართვაში არაფორმალურად ახლაც ჩართულია. მას ჭიათურაში სახლის მშენებლობის პროცესში მივაგენით. ჩემი ფეხების ფულით ვაჩენებ, რაც მე ვიშოვე, უშიშროებაში მიდივაშენებ. უშიშროებაში? მივაკლიეთ მოდებაძის მიხაილ სოцკისთან ოფიციალურ კავშირსაც. ისინი ერთად ფლობენ კომპანია რემლარს. რემლარის საკუთრება ეს მიწარაზეც ახლა რუსეთის მოქალაქის ახალი რეზიდენცია აშენებული. მე კითხები ახლა ჩემს იმაზე რაღაცა ქვია, გიორგი სამხურაშვილზე რაღაცა. რომელიც არაფრის მფლობელი არ არის. ვინ გითხრა? თქვენი ფიქტიური პირი ხომ არ იყო? ვინ გითხრა? არა აქვს რეესტრში არანაირი ქონება და არც ბიზნესი. მხოლოდ ეს ქონდა მხოლოდ? კი, მაგ ქონდა მე გაუკეთე. თქვენ გაუკეთეთ? მაგას გეუბნებით მე ზუსტად რომ თქვენ იყავით სინამდვილეში მის უკან. კი ბატონო, ზუსტად ეს. გიორგი სამყურაშვილის უკანაც ვიქნები და სოцკის უკანაც ვიქნები ყოველთვის. პაატა მოდებაძეს რუსეთის მოქალაქე სოцკისთან ერთად მეშახტეები საკნახშირში ხშირად ხედავენ. მათი აღქმით ის არის ხელისუფლების მხრიდან ამ ბიზნესზე მიმაგრებული ძალოვანი უწყების წარმომადგენელი, ეგრეთ წოდებული ოდეერი. რაკი თქვენ კადრებით გინდა ჩემთან საუბარი? მეც კადრები დაგელაპარაკები ცოტა ხანში. მეორე თაკ აღარ შემოხვით. უკაცრავთ, კადრებით როგორ დამელაპარაკებით ბოდიში? სხვანაირად დაგელაპარაკები მე. სხვანაირად დამელაპარაკებით. არა, სუსის ცნობილი მუხარა არის. აშანტაჟებენ ადამიანებს ყოველთვის კადრებით და გამიხურეთ საქმე. პაატა მოდებაძე მხოლოდ კადრებით არ დაგმუქრებია. მან მოგვეყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაგვემუქრა სოფელში ჩაკეტვით და მასალის ეთერში გასვლის შემთხვევაში ანგარიშწორებითაც. კადრებს ბიჭო დაგახურებ თავზე თქო. ნუ იმუქრებით თუ შეიძლება. აი, მე ვიმუქრები რეალურად გეუბნები, აქაც თბილისში და ქუთაისში და სადაც მეტყვი იქაც კიდევ. მე თქვენ გაჩერებთ ეს, მაგას მე უყურე. როგორც კი მაგას მე ვინახავ. მე თქვენ შეგხვდებით ცალკე. დამშვიდით. მე მეთქიაკედა სანამ დაგიკეტავდე გზა. მივდივართ ბატონ პაატა, გზის დაკეტვა შეგიძლიათ? გზის დაკეტვა შეგიძლიათ? დაკეტვა შემიძლია და სხვა რაღაცის გაკეთება შემიძლია. გააქვიებეთ კი ბიჭო აკედა. არის თუ არა საკნახშირიდან ივანიშვილის ქართოსთვის მიცემული 128 მილიონი იმის დასტური, რომ ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ოლიგარქი ამგვარად იღებს ხარკს საქართველოში მოქმედი ყველა მსხვილი ბიზნესისგან. ამ კითხვას არსებობის უფლება აქვს, მაგრამ ამ დროისთვის მხოლოდ საკნახშირიდან წაღებული მილიონების დოკუმენტური მტკიცებულება გვაქვს. თუმცა ეს შესაძლებელია ზოგადი ტენდენციის მაჩვენებელიც იყოს და მტკიცებულებებმა სხვა კომპანიებიდანაც გამოჟონოს. რისთვის ისესხეთ 128 მილიონი, ქალბატონო ნატო? ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი ქალი დუბს. პასუხს ვერც ქართუს ანგარიშგების დოკუმენტიდან ვიგებთ. რეპორტალზე ივანიშვილის ფონდი უკვე დიდი ხანია ხარჯებს აღარ ასაჭაროებს. არაფერს არ მალავ. არაფერს არ მალავ. აი რატო არ წარადგენთ რეპორტალზე მაგალითად ანგარიშებს, ქალბატონო ნატო, ეს ხო კანონდარღვევაა. პასუხები ვერც საკნახშირისგან მივიღეთ. არ შეგვიშვეს ტყიბულში და არ მიგვიღეს არც თბილისში, კომპანიის სათაო ოფისში. დაგვბირდნენ წერილობით პასუხს და უკვე 3 კვირაა, არც ეს პასუხი ჩანს. შესაბამისად, ვერასდროს გავიგებთ, დააბრუნა თუ არა ივანიშვილმა მეშახტეების ოფლით ნაშოვნი 146 მილიონი.